მოგესალმებით მეგობრებო, ამ არხზე უკვე ჩემი მეორე ვიდეოა და დღეს თუ გამოიცნობ სად მივდივართ მიტოვებული გვირაბი. ხო და ამიტომ მომიზადეთ ახალი ვიდეოსთვის. უკვე მეორე ვიდეოა შემახსოვს და სანამ დავიწყებდე ვიდეოს დამაფოლოვით და დალაიქით ჩემი გვერდი. აბა შეხვდებით. აი უკვე მივედით ცოტაც და მივალთ. ეხლა გავუყვებით გზას და დაგანახებთ უკვე შიგნით რა ხდება. თან ეხლა ცოტა ქარია და ცოტა უჭირდა. შიგნით შევარ მე აღარ იქნება ეს ქარი, ეხლა ძალიან ქარია. კიდევ რო გაჩვენოთ გარედან როგორია, აი. მივედით უკვე. შევედით, აი აგერ არის უკვე შევედით შიგნით. რაღაც ძროხების ხმებია მარტო ვიკიდოთ. აჰა, უკვე იგი შევედით, შიგნით შევდივარ და ბარა. ნენე წაგეკითხებ ეხლა წარწერები და განახევ შიგნით რა ხდება. ის ზაღდი იხურება ძალიან საჭირო და ხოჭდოვანი და ტიპი აი არ ინძრიო თან გირდი. რა ხდება ზო? ნელ-ნელად ძალიან შევყივით, იმიტომ სინათლეს უკვე ნელ-ნელად ძალიან შევდებით. შევდივართ შიგნით და ჯერჯერობით არ არის, ის ზაღდით წავიდა უკვე მოგშორდა. თან უპროექტებიათ, არაფერი არ უქნია და რა ვიცი, ნელ-ნელად შევდივართ შიგნით და ვინც არის ეს გზა გადის აუჭალისკენ რა. ხო და ეხლა რო გავუყვეთ, წავალ და აუჭალისკენ. ხო და რავი აბა. ნელ-ნელა უყვებით შიგნით და ჯერ არაფერი არ ჩანს. აი შევდივართ შიგნით და არაფერი არ ჩანს შიგნით. იცი ჭაობები სადაც არის გადის აქ იცოდი წყალი მაინც რომ ვიღაც ამოიღებ და ამას ხო არა ვიღაცა მართლა ამოიღო იმიტომ რომ ყველა სახაზე ახორია და ის რა ძალიან ჩაბნელია და უკვე ფანარის განათებაც დაგჭირდა ეხა უკვე ნენელა მივდივართ მეშინია ძალიან საურეული ადგილები არ იყოს ზევზევით რამე არ ჩამოიგრეთ და ნენელა მივდივართ რა ასევე შევამჩნია ისეთი ნახატები და წარწერები რომ ცოტას შეგაშინებდა იქ ყოფნას აი მოდი აქ გავჩერდით. აქ უკვე ჩაჯებით ვკითხე ისტორია რადგან მაინტერესებდა და როცა გიცლება დაასტობე და წაიკითხე. აი კიდევ შეხვდა ესეთი რაღაცები. ესე დებილობა ნახატები წერია. არ ვიცი აქ ვინ იყო შემოსული როდის დაწერა, მაგრამ რო ვიღაცის დაწერილია ცხადი არის. ეს უბრალოდ აი იქ ომში სიგნალი არ ჩანს არაფერი და სად არის გასასვლელი კიდევ ბევრი უნდა ვიარო და ეგ მაინტერესებს მარტო რომ გასასვლელი ნახო. რო სინათლე იქნება ჩანეს, მაგრამ იქიდან სინათლე არ ჩანს. მარტო სიბნელია წინ, მაგრამ ვისკავთ. თუ რამე ჩამოინგრა, იცოდეთ მაინც. წერია, მაგრამ მე არა. ბიჭო, ისინი რას ნიშნავს, ვერ გავიგე რა. ეს რა არის? ვერ მივხვდი და. ტექნიკია ჩაწერა ეთქვა. ჩანათელი ქომით. არა, ხო, აი წყლის ხო არის. ხო რა. კანალიზაცია კანალიზაცია იქნება. ძალიან დავშორდით. ჯერ ამხელა იყო და ეხლა ამხელა მარტო დაშორება და ძალიან დავშორდი და გონი მოგვიწეს ეგ გაბრუნება. ჯერ კიდევ ნახავთ რაღაცას, მაგრამ არ მგონია კიდევ დიდხანს გავჩვენდით გვირაბს, იმიტომ ძალიან მეშინია მართლა. ძალიან აი აქ წერია რაღაცა სულთანა, რატი, ლუკა, სალი, დანი მგონი. თუ დახი. ხო რა რაღაც წერია. იქით გამოჩნდა რა, უკეთ გამოჩნდა. აი იქით არის თუნო გასვლელი. გამოჩნდა, მაგრამ აღარ გავრისკავთ, ძალიან საშიშია. მე შეიძლება ვეღარ ვიპოვოთ რა, იქ გასვლელი. მაგრამ მაინც მეშინია. აი არის იქ. ბრუნდებით უკან. შეიძლება რაღაც წარწერა გამოჩნდა, ამიტომ კიდევ უფრო დავაკვირდები, რომ წავიკითხო ნახე, იმიტომ რომ საინტერესოა, ვინ დაწერა, რატომ დაწერა, კიდე ასევე მოვიძილებ ინფორმაციას თუ ანუ როდინდელი აშენებულია ძველი არ არის, იმიტომ აი ბეტონი არის ახალი ბეტონია და ძველი არ იქნება, ეგ შანსი არ არის. ხო და კიდე როგორც ისე ეს გვირაბები არა მარტო აქ არის, არამედ სხვაგანაც არის. უბრალოდ ეს პატარა გვირაბებია, მაგრამ ეს დიდი არ უნდა, იმიტომ რომ იქით სინათლე არ ჩანს და ეს დიდი გვირაბია ძალიან. აი ხა წავიდით სინათლისკენ, იმიტომ რომ აღარ ჩანს სინათლე და ძალიან საისკო იყო რა. თან შეიძლება აქ ავარიული ადგილები იყოს, ძალიან ბევრი, ძალიან. ხო და სინათლე რო იქით გამოჩენილი იყო, გადავიდოდი, მაგრამ არ ჩანს. თან აუჭალაში გადის რა ეს გვირაბი და მაინტერესებს უბრალოდ როდის აშენდა. მოვიძიებ ამაზე ცალკე ინფორმაცია და ეხლა მე უეჭველი ვიცი რომ არ იქნება პირველი იუთუბერი რომელიც ამ გვირაბში იქნება. უყურებ სხვა იუთუბერებსაც თუ ნახე ეს და ამნაირი ვიდეოები რა. ეხლა გავუნდები უკან და ნახოთ უფრო რა მოხდება. გავედით უკვე და სანამ აი რო გითხარით ახალი ბეტონია და ძალიან ეხნები რა
კოფიცეუს. ის რა ნაჭრებია? გველი მიკუნა ბიჭო. აი ისინი რა იფია? რა ნაჭრებია ყოლაც? აქ უკვე რა ებიგდია აი ნაჭრები. მოდი უკვე გასასვლელისკენ აი. და ეს იყო ჩვენი ვიდეო. თუ მოგიწონთ დალაიქეთ, დავაფოლოვეთ. სიო დაილოდეთ შემდეგ ვიდეოს. ამას ახლა დავამონტაჟებ და დაგიდებთ რომ ნახოთ. TikTok-ზე მე შორტზეც დავდებ. იგივე ხავალთ, მანქანის ჩავჭრები და შორის ახსნე. აქ აუ რა წერია აი რაღაცები. ის აქვია, აქ არაფერი წერია ეს დიდი. კიდე რა მინდა რომ მეთქვა. ხო, ის აქვია, ეხა სახსკენ რო ავალთ, კიდე მოვიძიებ რაღაც ინფორმაციებს, ნახავ სად არის აშენებული, როდის არის და ასე შემდეგ.